დღეს გადაცემის სტუმარი იქნება საინტერესო პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია, გირჩის დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი. საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ნარატივები, რომელზეც ძალიან ხშირად ბატონი იაგო საუბრობს, ხანდახან სახელისუფლებო, არც სახელისუფლებო, ეგრეთ წოდებულ message box-ში ჯდება და არც ოპოზიციის. ამიტომ არის ხოლმე ხანდახან, რომ ოპოზიცია რაღაცა მინიკოცებს ეძახის მათ, ხელისუფლება კი პირიქით ამბობს, რომ ისინი მოვანებენ და მათი რიტორიკა ახლოსაა ხოლმე ნაცებთან. მოკლედ ასეა თუ ისეა, იაგო ხვიჩია დღეს ეთერში. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე მინდა ვისაუბროთ. ეს საკითხები არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხელისუფლებას წარმოადგენს და ბუნებრივია შეიძლება პარტიული ინტერესი ბატონი იაგოს არ აქვს, მაგრამ რადგან ეს მართველი ძალაა დღეს დომინანტი და ისწყვეტს რეალურად ქვეყანაში მაგისტრალურ საკითხებს, ამიტომ ყველას ინტერესში შედის მან რა მოხდება, ამასაც თვალყური ვადევნოთ. მეორე, სანქციები, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რა არის მეგობრობა პოლიტიკაში და მით უფრო ფართო დიაპაზონის მქონე პოლიტიკაში. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის ადგილობრივი არჩევნები, რას იზამს გირჩი და როგორი იქნება მისი სტრატეგია. მოგესალმები იაგო, მადლობა რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ პირველი ცხელი ამბებია. ქართულ ოცნებას ახალი თავმჯდომარე ყავს, საპატიო თავმჯდომარე ისევ ბიძინა ივანიშვილია, კობახიძე არის მოქმედი თავმჯდომარე, რაღაცნაირად ახალგაზრდების გუნდი წამოვიდა უფრო წინა პლანზე. ამას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც, გაჩნია ვინ საიდან და როგორ შეხედავს, თუმცა ოპოზიცია ისევ ამბობს, რომ ეს ჯგუფი მთლიანად არის მსახური ივანიშვილის, რომელიც არის რუსული სპეცსამსახურების ასე ვთქვათ მოდელი, თუმცა მეორეს მხრივ ასე ვთქვათ ვერ დაიძრა იმავე რუსეთთან რაღაცა ურთიერთობების სხვა ფაზაში გადასვლა და რეალურად თუ კი ეს ძალა არის პრორუსული, მაშინ რატომ არ ხდება ასე ვთქვათ რაღაცა დინამიურად ამ პროცესების თუნდაც იგივე აფხაზეთის ან ცხინვალის საკითხის დაძვრა ადგილი და მოკლედ სადავართ ქართულ ოცნებაში რა ხდება და მერე ნენელა თემები ერთად გავიაროთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქართულ ოცნებაში მე მგონი შიდა საკითხებით არიან დაკავებული, ერთი თავმჯდომარე იცვლება, მეორე თავმჯდომარე. ზოგადად ეს ქართულ ოცნებაში ჩვეულებრივი პროცესია, პერმანენტულად მოდის ხოლმე ახალი თავმჯდომარეები, მერე მიდიან. ერთად თავმჯდომარე თქვენ ხართ, ხო? დიახ. მაგრამ ზოგადად ჩვენთანაც ეს ფორმალური თანამდებობა იმ გაგებით, რომ თავმჯდომარე ჩვენთან ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გირჩის მართველი სათათბიროსი გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს სხვა ადგილას, ანუ თავმჯდომარე იმ გაგებით, რა გაგებითაც საქართველოში პარტიის თავმჯდომარეები არსებობენ, ჩვენთან არ არის. ანუ რაღაცა თავმჯდომარე ბელადის კულტი, რომელიც რაღაცას იტყვის და მერე სხვები განმარტავენ ამას, როგორც რაღაცა საღვთო ტექსტს ფაქტობრივად უფრო დაბალი რანგის იერარქები, ჩვენთან ეს ასე არ არის. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების რეალური და შესაბამისად ამ ქვეყნის რეალური მმართველი გახავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ჩვენ ზოგადად დიდად არ ვინტერესდებით შიდა ამბებით, იქიდან გამომდინარე, რომ აქ დიდი არაფერი არ იცვლება ჩვენთვის. ახლა იცით, რომ პოპულარულია მოთხოვნა გადადგეს მთავრობა ზოგადად ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არც ამას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ გადადგეს მთავრობა ნიშნავს, რომ ბიძინას მოთხოვა გადააყენოს კობახიძე. რაც ზოგადად არაფრის მომცემი არ არის, ჩემი აზრით რომელიღაცა პარტიის ივენთის ნაცვლად წესით ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, ოპოზიციას რო ჭკუა ქონდეს, ზოგადად უფრო ნაკლებ დროს დახარჯავდა ზოგადად ქართული ოცნების შიგნის მიმდინარე პროცესებზე და ქართულ ხალხს შესთავაზებდა წინააღმდეგობას თუ როგორ უნდა იყოს საქართველო მას შემდეგ რაც ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მხოლოდ ამ გზის წარმოდგენაა ის, რაც ქართულ ხალხს აიძულებს გააკეთოს ქართული ოცნების საწინააღმდეგო არჩევანი. კი, მაგრამ უყურეთ, ეს არჩევანიც და ეს მთელი დინამიკა, რაც ამ პროცესში ბოლო თვეებში ვითარდებოდა ოპოზიციის რიგი ნაწილის მხრიდან, ხო, თავიდან თქვენი ძალაც იყო აქტიურად წარმოდგენილი, მაგრამ რეალურად ვერ განვითარდა, ანუ შედეგი პოლიტიკაში, შედეგებია მთავარი, ხო, მოგეხსენებათ. ანუ რეალ პოლიტიკის მთავარი მდგენელი არის, რა შედეგს დადებ. და შედეგი ხა დაფიდან ნაღარის დაკვრა არ არის რუსთაველზე შედეგი, ხო? მოდი ვთქვათ ეს რეალობას გავუსწოროთ თვალი. თქვენი მოსაზრებები. ჩვენ მოსაზრებები ამ დროს აცხოვრებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რაღაც სურვილის ქიმერაში, რომ აი ჩვენ ეს მარტო აი ჩერგოლეშუმა იცის, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, შეკუმშვადი არ არის და რაღაცა ანუ ერთ დღეში ვერ მივახცევთ ამას.
არის წვევს ეს ფლუსი. ხა ადრე თუ გვიან ციური სხეულებიც იცვლებიან ემაზე, რა ქვია, ცაზე განლაგებები იცვლება, ხო? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ძვირფას კოლეგებზე თქვათ ან კარგი ან არაფერი, იმიტომ რომ ისინი მათი მდგომარეობიდან აწყვოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩვენ ვაკრიტიკებთ მთლიანად ამ პროცესს. რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ გაუაზრებლობის ნაწილში, როდესაც რუსთაველზე წინ დაუკან ან ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე ხალხს დაასეირნებ, მაგრამ მთელი პრობლემა გაქვს იმაში, რომ აქამდე მისასვლელი გზები არ გაქვს გავლილი. ამ მისასვლელ გზებში გულისხმობ იმას, რომ სანამ რუსთაველზე ხალხს რამეზე გამოიყვან, მან უნდა იცოდეს შენ რა გინდა. და ვინაიდან ჩვენი კოლეგები ძირითადად ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან ყველაფერს აკეთებენ რეალურად იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს პროტესტი ქუჩაში განილიოს, ჩვენ გვაქვს ვერსია, რომ ეს ხალხი ან ტოტალურად სულელები არიან, ან ტოტალურად მოსყიდულები, აქ უბრალოდ გემოვნების საკითხია, რომ ვინ რომელს აირჩევს, ვის რა მოიჩვენება დამაჯერებლად. ვინ მოისყიდა? ვინც ფულს შოულობს, ანუ მოსყიდვის მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყანაში ჩემთვის არის ფულის შოვნა. მაგალითად თუ დაინახავთ რომ რომელიმე პოლიტიკოსი წინას არჩევნად მილიონობით ლარს თუ დოლარს თუ რაღაცა შოულობს და ხარჯავს წინას არჩევნო კამპანიაში, ან ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ ბიძინა არის გასაოცრად დემოკრატიკა ადამიანი, რომელიც უბრალოდ არ ზღუდავს პოლიტიკური ფულის მიმოქცევას საქართველოში, ან ის რომ ბიძინასთან შეთანხმებით ხდება ამ ასეთი ფულის ხარჯვა. ხა ვინ ხარჯავს ამდენ ფულს, თქვენ ჩემზე კარგად იცით. ასევე თუ მაგალითად დაინახეთ რომ რომელიღაც პოლიტიკოსი და მისი კომპანიები ასეულობით მილიონ ლარს შოულობს ქვეყანაში, თქვენ უნდა იფიქროთ, რომ ეს ხო არ არის შეთანხმების შედეგი, იმიტომ რომ მე მაქვს მაგალითად ჩემი საავტორო გადაცემას საქართველოს დაბადება, რომელსაც ახლა ჩვენ ვაგრძივართ, ამ თვეში ყავს 5 მილიონი უნიკალური მომხმარებელი მარტო Facebook-ზე. არ ვამბობ ძირითად პლატფორმას, საერთოდ YouTube-ს, არ ვამბობ ტელევიზიას, არ ვამბობ TikTok-ს და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვერ ვიპოვე ერთი სპონსორიც კი ამ გადაცემაში. იქიდან მოსულა ადამიანი დაინტერესებულა, მაგრამ საბოლოოში გაურკვევია მე ვინ ვარ, რა გადაცემა, როგორ არის. მიუხედავად რომ ისტორიაზეა ეს გადაცემა და დღევანდელ პოლიტიკაზე არის. მადლობა დიდი. მაგრამ მე ვერ ვნახე ამ გადაცემის სპონსორი და ამის მერე ზუსტად ვიცი. მოსულა ხალხი და უთქვამს, რომ ამიტომ ვერ დაგაფინანსებ. და უთქვამთ ეს არგუმენტი რატომ. და შესაბამისად მისულა ქართული ოცნების ბიზნესმენ წევრებთან და მათთვის მithოვია, რომ აბა იქნება დამაფინანსოთ. და ჩემთვის ცხადი არის, რომ ამ ქვეყანაში არანაირი თავისუფალი პოლიტიკური ფული არ არსებობს, თუ ის არ კონტროლდება, ან არ არის შეთანხმებული წინასწარ. აქედან გამომდინარე, მე როდესაც მეკითხებიან, ვინ მიგაჩნია მოსყიდულად, ის ვინც ფულს შოულობს. და გადახედეთ, ვინ შოულობს ფულს ამ ქვეყანაში, თან რო პოლიტიკაშია და მიხვდებით, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს თამაში ძალიან ამართლებს საქართველოში. ამართლებს პირველ რიგში ამომრჩეველთა გულუბრყვილობის გამო. და მე მგონია რომ სწორედ ამას ახერხებს, აი ქართული ოცნება ფულს იმაში კი არ იხდის, რომ ის სიყვარული გამოხატოს ყველა მოსყიდულმა ბიზნეს მიმართ. არამედ იმაში, რომ ვიღაცამ, რომელიც კომპრომეტირებულია თავიდან ბოლომდე, უბრალოდ ისეთი უშვერი სიტყვებით ატეხოს ლანძღვაგინება ბიზნესი და ქართული ოცნების, რომ უბრალოდ ის მათ გარდა სხვა არავინ არ ჩანდეს, ანუ საღი აზრი არ ჭაჭანამდეს პოლიტიკურ სივრცეში. და შესაბამისად, საზოგადოებამ იცოდეს, რომ არსებობს ბიზნა და არსებობს ისეთი რადიკალი გიჟები, რომელთა ხმისპიცემა არ ღირს, მაგრამ ეს რადიკალი გიჟები უნდა თამაშობენ რადიკალი გიჟების როლს, რომ ვითომ ხან რევოლუცია უნდათ, ხან რაღაცა შვებიან, მაგრამ ამაში ხალხის სიხეში პოლიტიკოსები დადიან გარეთ. და პარალელურად ამ აქციების ჩახშობა სწორედ ასეთი უაზრო წივილ-კივილით და არაფერზე შეთანხმებით, არაფერზე დალაპარაკებით, ფულის არასწორად ხარჯვით, შეგნებულად არასწორად ხარჯვით, განილება და მაგიტომაც არის შედეგი, ესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ხოცები არის. არ ექნება თქვენი აზრით ამ. სანამ ხალხი აზრზე არ მოვა, ჩემი აზრით არაფერს არასდროს არ ექნება შედეგი. ანუ ჩვენმა ხალხმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით ამ არჩევნებზე. მათ 97% მიცეს ბიზნესს. და ის ახლა აკეთებს ყველაფერს. მათ შორის იმათაც, ვინც ბიზნესს არ უყვარს, ვინც ბიზნესს საწინააღმდეგო მიცეს 97% ახსენეთ. იმიტომ მაგალითად რომ ბიზნესამ ხო დაიწერა 54%. ხოცებმა ხო დაიწერეს 54%. პარლამენტში რამდენი პროცენტი აქვს ადამიანების მისი დეპუტატების 100% ხო ხოცების ზია. ანუ სამი ჩვენ ვიყავით. დანარჩენი 97-მა ყველა მაჩუქა ფაქტობრივად მანდატი ხოცებს. ეხლა რა შესვლით, ხო ამაზე? არა, არ შესვლა იყო ამის სიმპტომი, მაგრამ მანამდე მთელი კამპანია, როგორც ახლა მერობის არჩევნების კამპანია არ მიმდინარეობს ქვეყანაში. და არავინ არ იმჩნევს ჩვენს პოზიციას, რომ თქვით, რომ თუ გინდათ თბილისის მერის არჩევნების მოგება, ბოიკოტი რა შუაშია კაცო, გაყავდა თუ არ გაყავდა წინ არჩევნები, ქართულმა ოცნებამ ის თბილისში წააგო. ყველაფერი რო ისე იყოს, არაფერი სხვა არ გაკეთდეს და ოპოზიცია უბრალოდ შეთანხმდეს ერთ პატიოსან ადამიანზე, რომელიც არ იქნება არც ერთი პარტიის წევრი.
საერთოდ არ იქნება ხო პოლიტიკაში. მიიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. პირველი ვთქვით რომ და ერთადერთი პარტია ვართ, ვინც პირველივე დღიდან ადასტურებს რომ მიიღებთ პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ არ ვაპირებთ, ვინც სადაც თქვენ იცნობთ პოლიტიკოსები უშუალოდ რომელიმე საკრებულოში შესვლას ამას შემდეგ, მაგრამ პარტია მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ ვეცდებით ახალი ხალხი გაგაცნოთ გირჩის, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ცალ-ცალკე უნდა გადიოდეს. ხო, თავაზობთ ერთიან კანდიდატს? თავაზობთ ერთიან არაპოლიტიკოს კანდიდატს. კანდიდატს, რომელიც როგორ გითხრათ, რომლის გახსენებაზეც ქართულ ხალხს დედის გინება არ უნდება. ადამიანს, რომელსაც საკუთარ პროფესიაში აქვს რეპუტაცია მოპოვებული. და რაღაცნაირად თვლის, რომ ახლა ასეთ მნიშვნელოვან დროს თავის ქვეყანას გვერდში უნდა დაუდგეს და საკუთარი რეპუტაცია დაახმაროს საერთო საქმეს. ოღონდ ამას მას უნდა თავაზობდნენ პოლიტიკოსები. ჩვენ უნდა თავაზობდეთ. ჩვენ უნდა ვეძებდეთ ახლა პოლიტიკოსებს ნაცვლად ამ რაღაცის არ ვიცი რა ხდება, რა დავარქვათ ტელევიზიებში რა ხდება იმას, მაგრამ ნაცვლად ამისა ჩვენ ახლა უნდა ვეძებდეთ ერთ კანდიდატს, რომელიც პატიოსნების კრიტერიუმი და სიტყვას მისთვის რომ ფასი აქვს, ასე ამ კრიტერიუმით უნდა ირჩეოდეს. აი ეს ადამიანი ათანხმებდეს რაღაცნაირად ვის რა უნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს ადამიანი უნდა იყოს გარანტორი იმისი, რომ როცა ის მერი გახდება, ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესების დამცველი იქნება. ანუ რაღაცნაირად კონტრაქტის ისეთი დამცველია, რომელიც პასუხს აგებს იმაზე, რომ კონტრაქტი სწორად აღსრულდეს, იმიტომ რომ სრულიუმდებლობა არსებობს პოლიტიკურ სპექტრში მოგეხსენებათ და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ ენდობა რაღაც ახალი ძალის გარეშე. ჩვენ თავაზობთ ამას ამდენი ხანია ოპოზიციას, თავაზობთ მედია საშუალებებს, რომ მოდი ამას დავიწყოთ დისკუსია. ამის ნაცვლად რა ხდება? ანუ უბრალოდ თქვენ ჩემზე კარგად იცით რა დღეშიც არიან თქვენი კოლეგები, რომ არანაირი აზრი არ შეიკრას, არაფერზე არ იყოს. ხან მანიპულირებენ იმითი, რა ქვია, დატყვევებული ხალხის ოჯახის წევრების ემოციებით და გზნობებით. ხან ლანძღავენ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებს რაღაცა აზრი აქვს. თან არც თავაზობენ არანაირ აზრს. გამოყავთ ხალხი, რომელიც ოჯახის წევრები არიან დაკავებულების, მათი ემოციები ყოველასთვის გასაგებია და ალანძღინებენ მათი დამფინანსებლის პოლიტიკურ ოპონენტებს. რომელიც უბრალოდ როგორ გითხრათ, ანუ არანაირი მოგების გზა არ არის, როგორც აი წინა ორი არჩევნები, რომელშიც მე მაგალითად რაღაც გამოცდილება მაქვს. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ბოლო პერიოდში იყო პროტესტმენტის ლანძღვაგინება, რომ არაფერი აზრი არ დაბადებულიყო. მაგალითად ახლა არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებში მაგალითად ჩვენ გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება მშენებლობის და საცობების პრობლემას ქალაქში. გვინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ. გვაქვს ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გვაქვს ხალხი, რომელსაც ამაში გამოცდილება აქვს. მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რაღაცა გიჟობაზე. ანუ რუსთაველი გადაიკეტა თუ არა 252 დღეს. ისა რა ქვია, კოცების შეაშინათ თუ არა კოცები რამე სანქციამ. იმას რა ქვია, დაერხა თუ არა ბიზნესი იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაც სიაში შეიტანა და აი ცრუ მოლოდინებით და ცრუ იმედებით ხალხის გამოკვება, რომელსაც არანაირი პრაქტიკული შედეგი ჩემი აზრით არ გააჩნია, მაგრამ ხელს უშლის იმას, რომ აქეთ ამ ხარეს ქართული ოცნების საპირწონე ძალა ჩამოყალიბდეს ლაპარაკით, დისკუსიით, მსჯელობით და იმის გააზრებით, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება აღარ გვეყოლება. თქვენი აზრით შეაშინა სანქციებმა ქართული ოცნება საჯარო განცხადებებში იკვეთება, რომ პირიქით ძალიან ისე სარკასტულათაც კი დახვდნენ. იცი როგორ არის, არავის არ მოწონს სანქციები, ანუ რატომ უნდა გინდოდეს რომ ამერიკელებმა დაგასანქცირონ, რატომ უნდა გინდოდეს რომ რაღაცა შენ ხო ხარში ხარ ახლა და მომავალში შენი ოჯახის წევრებიც რაღაც შარში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაგას არავინ არ იტყვის საჯაროდ და რაღაც მომენტში ასეთი ტიპის სანქციები, როდესაც აქეთ ხარეს სხვა აზრია, საპირწონე აზრი არ იკვრება და აქეთ ხარეს არაფერი ალტერნატივა არ ჩნდება და ეს ჩემი აზრით შეგნებულად ხდება. მაშინ როგორ გითხრათ, სანქციებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეკრას ის გუნდი, ვისაც ასანქცირებენ, ჩვენ ყველანი სანქცირებულები ვართ. ერთმანეთის იქით გზა არ გვაქვს. ყველას გავიშარებით რამე რო ხელისუფლება შეიცვალოს. ამიტომ ამ გუნდის შეკავშირებაც ხდება რაღაცნაირად. ხო, ამიტომ შენ აქეთ უნდა დაუპირისპირო ალტერნატიული აზრითაც გამოსავალს თავაზობ ყველას, მათ შორის იმას, რომელსაც სანქციები ემუქრება. ნაცვლად იმისა, რომ მე მოვალ დაგიჭერ შენს ქონებას წაგართმევ, გადავანაწილებ თავიდან ჩემს აქტივისტებს და ასე შემდეგ. ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამგვარი ფორმატი რამდენად მეგობრული აქტი გონიათ? სწორია, მართალია ობიექტურად ამერიკა ოცნებასთან მიმართებაში, იმ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ხა, მოდით ისიც ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ხა რაღაც
მათი ომბუდსმენი კი არ ვარ, მაგრამ რეალობა შევაფასოთ, არ წასულა DST-ში, აღარ მოლდოვა ყავს, ხო, პროდასავლური ქვეყანად ამბობენ და ენერგეტიკის მინისტრი კრემლში ზის კვირა გამოშვებით და DST-ს ოფიციალური წევრია, ხო? გნებავთ სხვა ქვეყნებს გადავხედოთ, ანუ რაღაცა რუსეთთან ყველა საუბარი შეიძლება. ჩვენ არც ღია საუბარზე არ წავსულვართ, ანუ ხა კულუარებში რა ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ ღია საჯარო პოლიტიკა ამ ხელისუფლებას პრორუსული არა აქვს, ეს ხომ ფაქტია, ხო? იგივე ულოცავს დასავლელ ლიდერებს გამარჯვებას, იგივე თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიდის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პირველი პირი, ხო, ვინც წარმოადგენს მინისტრი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად კი არ ვომბუდსმენო, მაგრამ არსებული რეალობას თუ დავაკვირდებით, ფიქრობთ, რომ ამერიკამ საბოლოოდ უარი თქვა ჩვენზე ამ ჟესტით პირიქით და არა მეგობრულია თუ პირიქით, აი ყურს გვიწევს იმის გამო, რომ თუნდაც რაღაცა კითხვები გაუჩნდათ ევროპის მისამართით ოცნებას. თქვენ მოსაზრება? მოდი ესეთ შევხედოთ ამ ისტორიას. ჩვენ ზოგადად გადაჭარბებულად ვაფასებთ ჩვენს როლს სამყაროში და ამერიკის ინტერესს ჩვენერი ქვეყნების მიმართ. და შესაბამისად ამორჩევლების მოტყუებაც ხდება იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ჩვენს გარეშე სამყარო ვერ იტრიალებს. არ არის ასე. ანუ ჩვენ საკმაოდ მოკრძალებული როლი გვაქვს სამყაროში. სულ ასე იყო სამწუხაროდ, რაღაც დრო შეიძლება უფრო მეტი, უფრო ნაკლები, რაღაც სფეროში უფრო მეტი, უფრო ნაკლები, მაგრამ სულ გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს ჩვენ თავზე. რას გულისხმობ? ანუ ჩვენი მმართველობის სტილი ყოველთვის იყო რუსული. ახლა მე ვინ რა რიტორიკას ლაპარაკობს ამას შემთხვევაში სტილი და სისტემური მიდგომები გეთანხმებით რუსული. მიხეილ სააკაშვილს რო კითხო მთელი ცხოვრება რუსებს ებრძოდა. და თავარი ანტირუსი სახელით მოძრაობს ქვეყანაში, მაგრამ რეკლამა გვაქვს ახლა. საინტერესო ადგილას უნდა გავაწყვეტინოთ. ძალიან ბევრი სააკაშვილის ხარდაჭერი გვისმენს და რეკლამის შემდეგ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკასეხნიაშვილთან, სხვათა შორის ესე იგი ხვიჩიას მუდმივი ითამდებია, რომ ჩართულობა არის და ინტეგრაცია ძალიან მაღალი მსმენელის და მაყურებლის. რატო არ უნდა გადადგეს თავრობა ვაპროტესტებენ და ასე შემდეგ. ნუ ამას აღარ მიუბრუნდებით განმარტა ბატონმა იაგომ, მაგრამ ის ძალიან კარგ ადგილას ემას ვქენით, გავწყვიტეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბაბლი შემოვიდა სააკაშვილის. სააკაშვილზე მთელი ცხოვრება ვამტკიცებდა, რომ პროდასავლური სტილი აქვს და აბსოლუტურად რუსული მმართველობის იმით. ხო, ანუ ზოგადად როცა ჩვენთან ამბობენ რუსული მმართველობა, რას ნიშნავს, ანუ ზოგადად რუსული ხელისუფლება, რუსული რეჟიმი, ასე შემდეგ. ეს შეიძლება ვიღაცისთვის ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაც გამოდის და რუსეთს აქებს. ხო. მაგრამ რუსული რეჟიმი შეიძლება იყოს მაშინაც, როდესაც ჩვენ რუსეთს აგინებ. ანუ ამაში არანაირი პრობლემა. რუსული რეჟიმი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას პუტინი უყვარს. ამან ნიშნავს მმართველობის იმ მონღოლურ სტილს, რომელიც რუსეთში გაავრცელეს მონღოლებმა და ჩვენთანაც იყო ზოგადად მოგდა და ჩვენც ასე ვიმართებით. ანუ ჩვენ ამას უარი ვერ ვთქვით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მონღოლი ნოინი ზის სადღაც და მას ექვემდებარება ერთპიროვნულად ყველაფერი. ის ყველაფრის ბატონია, მასზე არავის არ აქვს შეწინააღმდეგების უფლება ზოგადად. მას ზოგადად შეიძლება მონღოლებს მაგალითად ნაკლებად აინტერესებდათ ბრძოლა ქრისტიანობასთან. რელიგიური თავისუფლება რაღაც გაგები, ხოლმე შენ გადასახადი გადაგეხადა. თავარი იყო, რომ გადასახადი გადაგეხადა. გამოხატვის თავისუფლების რაღაც ელემენტებიც კი იყო დაშვებული, სხვა ფორმით. მაგრამ თავარი იყო, რომ ხო, იმიტომ რომ აი ხა უყურეთ ფიცოს და იმას ევროპული ქვეყნები ჰქვია თვითონ დემოკრატია და არ უშვებენ კაც უნდა აღლუმზე. კარგია, ცუდია, მას უნდა 9 მაისს ჩასვლა და საჰაერო სივრცეს უკეტავს სხვა ევროპული ქვეყანა. ეს არ არის ნოინური მიდგომა მაშინ? არა, ეს შეიძლება რაღაცა სხვა იყოს, მაგრამ საჰაერო სივრცეს ჩაკეტვა მონღოლების დროს არ იყო. ამიტომ მე მმართველობის ფორმაზე ვიძახი. მმართველობის ფორმა, რომელიც საქართველოში არის დამკვიდრებული კომუნისტების მერეც, მანამდე კომუნისტების დროს თავისთავად, რომელთაც რომელიც ყველაზე მეტად გააძლიერა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ჯიბეში კიდევ სასამართლო ჯიბეში პროკურატურა არის ბოლომდე ცენტრალიზებული ყველაფერი და რასაც ერთი კაცი ბოლოში რომელიც ზის სიტყვის ის ხდება ქვეყანაში. ეს არის რუსული მმართველობა. ეს სადაც ეს ხდება რუსული მმართველობის სტილი. რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით სააკაშვილი იყო ყველაზე რუსული მმართველი იმ გაგებით, რომ მან გახადა შესაძლებელი ის, რომ შეექმნა ერთი თანამდებობა, რომელსაც ყველაფერი ეკუთვნის, ყველაფერი შეუძლია და ზოგადად ეს ერთი თანამდებობა ვისაც გადაბარდება, ხო შეიძლება ის რუსეთმა მოისყიდოს, ვიღაცამ მოისყიდოს, ეგრევე აღმოჩნდები ვიღაცის ხელში. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, იმიტომ რომ დემოკრატიის მოსყიდვა და აპყრობა ყველაზე უფრო რთულია, ბევრი აზრია, ბევრი ადამიანია, ბევრი ელემენტია, თვითმმართველობა თუ ძლიერი გაქვს, რა ვიღაცამ ცენტრში რაღაცა გადაწყვიტავთ, იქ ადგილობრივ მმართველობა სხვანაირად წყვიტავს. მაგრამ
მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ამისი სრული ცენტრალიზაცია, სრულად ჩაისვა ეს ჯიბეში, გადააბარა მე კოცებს და შესაბამისად ახლა დღეს რო ეძახო კოცებს რუსული სტილიო, კი, რა თქმა უნდა, რუსული სტილით ვიმართებით დღესაც. უბრალოდ ამ რუსული სტილით ვიმართებოდით სულ და დამოკიდებული ვიყავით იმაზე, რამდენად კეთილი იქნება ჩვენი დიქტატორი. შეიძლება ზოგადად ქართველებს გვიმართლებს, რომ მაინც და მაინც სასტიკი დიქტატორები არ გვყავს, როგორც აი ჩრდილოეთ კორეაშია, მაგალითად, ან შუა აზიის ქვეყნებშია სადღაც არის. კეთილი ხალხია შეიძლება, მაგრამ ვინაიდან ისინი დიქტატორები არიან, თავისი შინაარსით, ისინი არიან რუსული ტიპის მმართველები. მე ამას არ ვამბობ როგორც ვიღმეს შეურაცხყოფას. ანუ მე ვამბობ ამას როგორც მოცემულობას და კონკრეტული თავისი განმარტებით, რას ნიშნავს ეს? რომ ნიშნავს იმას, რომ შენ ყავს ბელადი, რომელიც გმართავს და ბელადს უნდა ეთაყვანო. შენ არ შეგიძლია ბელადის კრიტიკა. ბელადმა ყველა არც ის გიხსნის არაფერს, რატომ რას აკეთებს. როგორც ახლა პუტინს ხო რა უსნია, რატო შევიდა უკრაინაში საომრად. ასევე ჩვენ არ გვიხსნიან რაღაცეებს, საგარეო ურთიერთობებს, რას როგორანაირად ვაკეთებთ, რატო შევით ამას. ეს არ მიიჩნევა, რომ ხალხის საქმეა საერთოდ და ამას განიხილავს სხვა ტიპის ელიტა და უბადრუკი მოკვდავების საქმე აქ არ არის. სწორედ ის რომ ხალხს არაფერს არ ეკითხები, როდესაც ხალხს დაპირებასაც კი არ აძლევ. როგორც მე გადავწყვეტ, ისე იქნება მომავალში. ეს არის რუსული მმართველობა და აი ნახეთ, ხოცები გასაგებია რომ ასე იმართებიან, მაგრამ აი წინასაარჩევნო დაპირებები ვისი რა გახსოვთ? მომავალი შენია, რაღაცა ესეთი ზოგადი ტიპის მომავალი შენია. რაღაცა ესეთი რაღაცა ყვირილები მიდიოდა, მაგრამ შინაარსობრივად მთელი ჩვენი რუსული მმართველობის პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ვინც არ არის ამ წუთას ხელისუფლებაში, იმასაც როცა უნდა მოსვლა, იმასაც რუსული სტილით უნდა მართვა. პოპულისტური. ხო, ანუ ჩვენ ანუ სამდროში რუსეთიდან იმიტომ კი ვერ გამოვედით, რომ ვიღაცა კონკრეტული ადამიანები გვყავდა რაღაცა თანამდებობაზე. არამედ მათი მოწინააღმდეგეებიც ასეთები არიან. ანუ მენტალურად საზოგადოებრივი პრობლემა. თავარია ქართველი ხალხიც მე რო თქვი 97-3-ზე წავაგეთ მეთქი ეს არჩევნები. სამდროში წავაგეთ იმის გამო რომ 97% ბელადი უნდა. გესმით, ანუ სხვადასხვანაირი ბელადი უნდა. ზოგს უნდა ბიძინა ბელადი. ზოგს უნდა მიშა ბელადი. ანუ ძალიან სამარცხვინოა ვიღაცეებისთვის, მაგრამ ზოგს უნდა გვარამია ბელადად. ზოგს უნდა ხაზარაძე ბელადი. ზოგს გახარია ბელადი. და ეს ხალხი მათი ამომრჩევლების მათ შორის ერთმანეთს იმაში ეკამათებიან, რომ ჩემი ბელადი შენსაც ჯობია. ის მეორე პასუხობს, არა, ჩემი ჯობს შენს. აი, დაახლოებით ამ ნარატივში ვზივართ და მთელი როცა მე მეკითხებია რა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ყველაზე ნაკლებად არის ბელადები. იმიტომ რომ ბელადებში გვიმართლებს. ჩვენ სინამდვილეში პრობლემა გვაქვს ხალხში, რომელიც ბელადს ეძებს. და სანამ ამ საზოგადოების ეს მენტალიტეტი არ შეიცვლება და ის მხარდაჭერას არ დაუწყებს იმ ადამიანებს, რომელსაც ბელადობა არ უნდათ, რომელთაც უნდათ რომ ჩვეულებრივად ქუჩაში იარონ ფეხით. რა პრობლემა დანის პრემიერ-მინისტრის აქვს მიდრეკილება ეს ქარიზმატული ტიპებისადმი და არა ბელადების მოდი დავარქვათ, ჩვენ ვალამაზებთ ამას, რომ ჩვენ გვიყვარს კაი ხალხი ქარიზმატული ბაშა. ჩვენ გვინდა ბელადები. ეს ბელადები რას აკეთებს? ნახე რას ნიშნავს ბელადის ნდომა. რომ საკუთარ ცხოვრებაზე არ გინდა პასუხისმგებლობის აღება. არ გინდა საკუთარ შეცდომებს თვალი გაუსწორო. არ გინდა რამე უბედურება დაგემართოს და შენ ამ რაღაცის წინაშე პასუხისმგებელი თვითონ იყო. ამიტომ არსებობს ბელადი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ავტომატურად დააბრალებ და დაავალებ ყველაფერს. ითქვი რომ მე რატო ვიფიქრო? მე ხო პატარა ადამიანი ვარ, მე არ მევალება ფიქრი რაღაც დიდ საკითხებზე. მე თავარია სწორად მოვძებნო სანდო ბელადი, რომელსაც ვეყვარები. ბელადი შენსაც ჯობია, არა ჩემი ჯობს შენს და ეს არის მთავარი დილემა, რაზეც იკვრება შემდეგ რუსთაველზე ეს თელი ჯახი. ბელადების კონკურსი იმარჯვებს ვიღაც ერთი ბელადი. სხვები რჩებიან იმედგაცრუებულები, მაგრამ ისინი აგრძელებენ ბელადობას საკუთარი საზღვრების ფარგლებში. კარგით. კითხვები შემოდის თქვენთან და ერთი მინდა მაინც რომ გავაშხერო, იმიტომ რომ საინტერესო იქნება ადამიანის მოსაზრება, რომელიც არ წარმოადგენს ასე ვთქვით ბელადომანიის მიდრეკილება არ აქვს. აი სამეფო უბნის თეატრში თავაძის სპექტაკლთან დაკავშირებით ძალიან მაღალი აჟიოტაჟია საზოგადოებაში და საზოგადოებრივად აქტუალური საკითხია და ამიტომ შეგეკითხებით, თორემ ხა სპექტაკლების რეცენზიას არ მოგთხოვთ, იცით თქვენ რომ აქ ხა რაღაც გენეტალიები გამოჩნდა პირდაპირ სპექტაკლის დროს და თქვენი მოსაზრება მაინტერესებს როგორც პოლიტიკოსის, რომლებიც ქმნის ამის სპექტაკლზე აზრს ვერ გამოუთხა, ანუ ვიღაცას რაღაც გამოუჩნდა ეთერში, არ არის
სპექტაკლი თუ ნანახი არ გაქვს და ისე აკრიტიკებდა ლანძღავ. მე რითი გამსხვავდები მაშინ იმ ხალხისგან, რომელსაც არ წაუკითხავს რაღაც წიგნი, მაგრამ გმობდა, ან გმობს დღესაც და ამიტომ არ ვიცი ახლა სპექტაკლი ასეთიც იქნება, ისეთიც იქნება, უბრალოდ ეს რა კავშირშია ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან. კითხვები იყო და ზოგადად. არა, რატო ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ აი უყურეთ როგორ აყენებს საკითხს ქართული საზოგადოება, რომ ეს მხარეს დგას ოცნება თავისი აი პრობლემატიკით, მეორე მხარეს დგას ეგრეთ წოდებული სასტავი შემადგენლობა, რომელსაც აქვს აი ესეთი თავისუფალი ცხოვრების, სექსუალური უმცირესობების უფრო მეტად და უფლებების დაცვის მეტი დომინანტია და ეს ამ საშიშროებას ხედავს აი deep state-ის რაღაცა ნაზავია, ხო, ამ ხალხში და ამიტომ აქვთ ეს მუდმივად, თორე პირდაპირ ბმაშია პოლიტიკასთან ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ მე არ ვიცი, მე მაინც ვერ ვიჯერებ ისეთი ხალხის არსებობას ამ ქვეყანაში. შეიძლება არსებობენ, შეიძლება ვინც ამბობს რომ მე ასეთი ვარო, მე მგონია რომ ის იტყუება, არ არის გულწრფელი. არ მჯერა რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც ეშინია რომ არ გააპიდარასტონ. და ანუ არ არის საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული და ჭირდება მთავრობის გამხნევა. ხო, ეს სიტყვა არ შეიძლება. თხოვთ არ ვიხმაროთ მეორეთ, ანუ შეუცვალონ სექსუალური ორიენტაცია და გემოვნება. ბატონო, როგორც გინდა ესე დავარქვათ, გავასწოროთ ეს. მაგრამ ანუ მე ვერ ვგრძნობ, ანუ რომ არს ადამიანი გულწრფელები არიან იმაში, რომ აი მთავრობა რომ არ იყოს, მე რაღაცა საკუთარ უკანალს რამეს დავუშავებ და არ შეიძლება ჩემთვის ამის ნდობაო. მესმის რომ იძახიან ამას ნარკოტიკებზე, რაღაცებზე იძახიან რომ რაღაცებზე, მაგრამ აი სექსუალურ ორიენტაციაზე და საკუთარ თავზე ვინმე ამას ფიქრობდეს, მე ეს ვერ წარმომიდგენია. ყოველ შემთხვევაში არავინ არ გამოსულა საჯარო სივრცეში და არ უთქვამს რომ არა მთავრობა. მაგალითად ჩვენ ვეკითხებოდით, ქოცეს ეს კანონის განხილვა მიდიოდა, ქოცეს პარლამენტში ვეკითხებოდით, რომ დამისახელეთ ერთი ადამიანი თქვენ შორის. ხო ხართ აგერ 100 კაცამდე. ამ 100 კაცში ვის ხო არ არსებობდა აქამდე ეს კანონი? ხო ისე ცხოვრობდით, როგორც ცხოვრობდით ქართველები ამ კანონის გარეშე ისტორიულად. რომელი თქვენთაგანი ცდუნდა? და რომელი თქვენთაგანმა დაინახა საჭიროება, რომ ეს კანონი რო ყოფილიყო, მათ უვიწოვებას არაფერი დაემუქრებოდა. არა, ასეთი რამე არ იყო წარმოუდგენელი. თუმცა თქვენ გიპასუხეს მაშინ ბატონო იაგო, რომ განსხვავებით ძველი წლებისგან, ანუ ღია პროპაგანდა, ანუ ქუჩაში მარშირება, განსხვავებული სოციალური უმცირესობების არ იყო და ამიტომ ჩამოყალიბებულ და უკვე დასრულ ადამიანს შეიძლება ნაკლებად დაუდგეს ეს პრობლემა, მაგრამ გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანს, მამაკაც ან გოგოს შესაძლოა ეს გახდეს ცდუნების, ახლა ჩვენ უფრო რაღაცა გადავდივართ უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას და დამეთანხმებით რომ აქვს ახალგაზრდობას ეს გამოწვევა, იმიტომ რომ ღიად არ იყო ამისი პროპაგანდირება და პროპაგანდას რამხელა ძალაუფლება აქვს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. შემდეგ რაც პორნო საიტები არსებობს, ზოგადად ამ არგუმენტმა ყოველგვარი აზრი დაკარგა. ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა რომ რაღაცა ნანახით ცდუნდეს, მე მგონია რომ ამის ნახვის საშუალება სადღაც ექნება და ჩვენ ახლა იმის გამო რომ ვიღაცას მამაკაცის გენიტალიაზე თვალი არ მოუხდეს. ნანახზე არ არის. უყურეთ, იმას არ გზავავს ეს კანონი. კანონი არ ვიცი, მაგრამ უყურეთ, აი ადამიანი როგორ ამიხსნა ერთმა ახალგაზრდამ, რომ როდესაც უყურებს პორნო საიტზე რაღაცას, ხო, ის არსებობს კი, განავინმე ეჭვს აყენებს მის არსებობაში, მაგრამ ის რომ წახალისებულია და შეიძლება გახდეს მისთვის სოციალური კეთილდღეობის ან სხვა ტიპის კეთილდღეობის გარანტი, ეს არის მარშის მთავარი მარშირების და ღიად პროპაგანდირების, თორემ იყვნენ ისინიო, რა პრობლემაო. კარგით, ამაზე მე როგორც ჩანს იმდენად შორს ვარ ამ სფეროსგან, რომ ჩემზე ეს ემოციურად ვერ მოქმედი შესაძლებელი და ქართული ოცნება როცა ამ კანონს ისე მონდომებით ღებულობდა, მე გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცა მათ გააჩნდათ რაღაცა. კარგით. რა ეჭვები გაქვთ? კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილზე რა ტკივილები შეიძლება იყოს ოპოზიციაში და დავასრულოთ. სალომე ზურაბიშვილზე მე არანაირი ეჭვები არ მაქვს. როგორ მთავარი თქვენი ლიდერი ოპოზიციის ამ შემთხვევაში მთლიანად ის არის პლატფორმაზე? ეს ხალი ასოცირდება. ხო, გასაგებია რომ თქვენი არ არის, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის პლატფორმის ლიდერი, ხო? მთელი ამ ოპოზიციური მოძრაობის კვანძის მთავარი თავში დგას გაბატონი სალომე, რომელსაც 26 მაისს უნდა ჩაიბაროს
აღლუმი და მოიწვიოს ევროპელი და სხვა ტიპის ლიდერები. ჩემი აზრით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებების ერთგული აღსრულებელი. არასოდეს არ უღალატია ბატონი ბიძინასთვის, ეს ყველაფერი არის ყურით მოთრეული, იმიტომ რომ რა დღეშიც ოპოზიცია არის ჩაგდებული ქალბატონი სალომეს დამსახურებით მათ შორის, ეს ანუ თუ უბრალოდ სულელი არ ახარ, არ შეიძლება ამას ვერ ამჩნევდე, რომ ქალბატონი სალომე შეგნებულად ივანიშვილის პროექტია თქვენი აზრით? არა, ივანიშვილის პროექტი რო ეს ფაქტია, კაცო, 48 აძახებინა მთელ ქვეყანას ივანიშვილმა და თვითონ ხალხს თვალწრემლიანი მიმართავდა, რომ სალომე ზურაბიშვილი აერჩიათ. ანუ ეს მე რო არ თქვა რა თქვენ არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არიცით და იმის გამო რომ ქალბატონმა სალომემ თქვა რომ მე აღარ მიყვარს ბატონი ბიძინაო, რა დონის გულურყვილო უნდა ვიყო ეს რომ პირდაპირ დავიჯერო თუ მისni საქმენი სხვანაირად წარმოაჩენენ თავს და მის საქმეში იგულისხმება ის რომ პირველი დღიდან მოყოლებული ქარტია შმარტია რაღაცაზე რო დაიწყო საუბარი, არასოდეს არაფერი არ გამოსულა, რასაც ხელი მოკიდა ქალბატონმა სალომემ და არც თავიდან არ იყო ჩაფიქრებული, რომ რამე გამოსულიყო. ეს არის ქართული ოცნების ასეთი მართლობის სტილი, რომ ვერავინ ვერ გაიგოს ვინ მისიანია, ვინ აქეთ არის, ვინ იქით არის. მაგრამ ჩვენ პარლამენტში ვიყავით მაგ დროს და ზუსტად ვიცოდით, რომ იმპიჩმენტის პროცედურიდან დაწყებული ყველაფერი იყო ცრუ და ყველაფერი ემსახურებოდა ქართველი ხალხის მოტყუებას და იმას, რომ ხალხს დაეჯერებინა, რომ ქალბატონი სალომე იყო ჭეშმარიტი ოპოზიციონერი. მე მიკვირდა სულ ნაცების, რომელიც ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობდნენ. მეორეს მხრივ მთელი დასავლეთი ან მისი ნაწილი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ციხეში, არის პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ და ქალბატონი სალომე როგორც მთელი დასავლეთის წარმომადგენელი იყო ოპოზიციის ლიდერი, მთავარი ამას არ ასრულებდა. ანუ იმასაც დასავლეთმა გვირჩია, ვიღაცამ, ანუ შეიძლება არა მთელმა დასავლეთმა, მაგრამ ვიღაცამ ქალბატონი სალომე სესფეხებზე ეკიდა. ეს რო შეარჩინეს ნაცებმა ქალბატონ სალომეს და ახლა რო აუჯანყდნენ, მას შემდეგ რაც აღარ არის ქალბატონი სალომე პრეზიდენტი, ჩვენთვის ყოველთვის უცნაური იყო, მაგრამ სანამ ამ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსები გულწრფელობას არ დაიბრუნებენ, სანამ ისინი მართლა არ აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, მათ შორის ხშირად სასაცილო შეცდომებს, საკუთარ უაზრო ცილისწამებებს, მათ შორის იმ ხალხზე, რომელიც ამას არ ემსახურებდნენ და გააგრძელებენ ამ ტყუილებში ცხოვრებას, ტყუილებით პროპაგანდირება, ტყუილებით მართლობა, ჩემი აზრით, ქართულ ოცნებას ბევრად უფრო ეფექტურად შეუძლია, ვიდრე ოპოზიციას, იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს, ბევრი პროპაგანდისტი ყავთ და ბევრი პროპაგანდისტული ნიჭის ყიდვაც შეუძლიათ ყველაფერს და თავი დავანებოთ. კარგით, მადლობა. მე ამოვწურეთ ძირითადი კითხვები, ნუ ახლა თქვენთან საუბარს რა ჯობია და კიდევ დავამატებდი, მაგრამ ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს საშუალებას. თუ გქნებავთ რაიმეზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება, შეგიძლიათ გადაცემოთ. არა, ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის, ცოტა ხანში შევთავაზებთ საზოგადოებას კანდიდატებს და თემებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ ამ ქალაქისთვის არის აქტუალური. ზოგადად რო ვთქვა, მინიშნებით ეს იქნება. ხო, ეს იქნება ძირითადად მშენებლობის ნაწილი, ვთქვათ რა. სად უნდა შენდებოდეს და არ აშენებიებენ ხალხს და სად არ უნდა შენდებოდეს და ხალხს აშენებიებენ, რა იწევს ამას და მეორე საცობები, რომელიც ქალაქში სულ გვაქვს, ერთი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საცობებს უკავშირდება მანქანების გასაჩერებელი ადგილების პრობლემა, უკავშირდება დაჯარიმებები, რომლებიც აი სრულიად უაზროდ არის ქვეყანაში მოწყობილი და სამბეში ვიცით, რომ ახლა მოძველდაო ეს საფასურიო გამბაჟებისო ამბობენ, იმიტომ რომ დააკლდათ ფული და მომატება უნდათ და სიტყვაზე როგორ არასწორად ვუყურებთ პირობითად ქვეყანაში მანქანით თუ ზოგადად გადაადგილების პრობლემას, როგორ უყურებთ შენებლობის პრობლემას და გვინდა რომ საზოგადოების ყურადღება იყოს ამაზე რამენაირად. გვინდა რომ ეს კანდიდატიც ვისაც შევარჩევდით საერთო მათ შორის ამ თემებზე ყოფილიყო კონცენტრირებული, რომ საზოგადოების ახალი ადამიანების კანდიდატი გეყოლებათ თბილისში. მერობის კანდიდატი დიდი ალბათობით არ გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია არის რომ არავის არ უნდა ყავდეს მერობის პარტიული კანდიდატი. ოპოზიციას უნდა ყავდეს ერთი არაპარტიული კანდიდატი. ხო, მაგრამ არ დაგიჭერენ, ხო იცით მხარს. არა, ეს ხო და მე ხო ვიცი, მე ხო ჩვენს კოლეგებს უყურებ ძირითადად როგორც მოსყიდულებს, მაღალ დონეზე, დაბალ დონეზე გულუბრყვილოებს. მოდი მარტივად რა შევხედოთ. მაგრამ მე მინდა რომ საზოგადოებას ვაჩვენო გამარჯვების ფორმულა, რომ ჩვენ თუ დავაყენებთ პატიოსან ადამიანს, რომელიც ვიცით რომ არა, შორის არ არის ცუდი იდეა. და ამას ყველა დაუჭერდა მხარს და არავის არ ეხებოდა საშუალება ამ კაცს ნაცი ეძახოს, ვიღაცა გირჩი ეძახოს, ან კოლცი ეძახოს, რაღაცა ეძახოს.
თბილისში არჩევნები მოგდა დიდ ქალაქებში, არჩევნები მოგებულია, მაგრამ მე ვინაიდან და კიდევ ერთხელ მინდა ეს დავაფიქსირო თქვენი მაყურებლის წინაშე, არ მჯერა რომ ჩვენს კოლეგებს მოგება უნდათ. მე მგონია რომ მათი მოგება არ არის ქოცების დამარცხება, მათი მოგება არის ის რომ იყვნენ ოპოზიციაში და ფული იშოვონ და ფულს შოულობენ, მოგიხსენებათ? და ჩემს კოლეგებს მათ მაღალ კატეგორიას, ანუ ვერხუშკას ეგრეთ წოდებულს, მილიონები აქვს ნაშოვი თუნდაც ამ არჩევნებზე, მათ ამის გაგრძელება უნდათ და მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე ვერ გაიაზრა ის, რომ ხაზარაძისგან, გვარამიასგან პატრიოტი არ გამოვა და არაფერ შუაში მათ რო პატრიოტობა უნდა და სხვა რამის გააკეთებდნენ საერთოდ და ის რომ ეს ხალხი ფულს შოულობს და თან მილიონობით ფულს შოულობს სხვა ფორმით დამაფიქრებელია იმისი რომ ადამიანებმა გაიაზრონ მათი არასწორი არჩევანის შესახებ ხა მე რო სასულიერო პირი ვიყო ვიტყოდი მოინანიონ უნდა მეთქი იმიტომ ეს ასეც უნდა გააკეთონ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ გონია რომ უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს ადამიანი რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს თუ არ აპირებ რომ დაფიქრდე მაშინ მე გირჩევდით და მორალურად და სწორი საქციელი ის არის რომ თუ არ ფიქრობ თუ არ ემზადები არ იცი რა ვერისატო აძლევ ხმას დარჩი სახლში და გადაარჩიდე ქვეყანა არასწორი არჩევანისგან. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა იაკო ხვიჩია, გირჩის დამფუძნებელი, დღევანდელი გადაცემის სტუმარი და საინტერესო ანალიზით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გირჩი მონაწილეობას მიიღებს, ის თავაზობს ოპოზიციას ერთობლივ კანდიდატს, დიმიტრი ყიფიანს ეძებს დაახლოებით, დიმიტრი გელოვანს უკაცრავად ამ ქალაქში ეგეთიაო დიმიტრი. ხო, არა, ჭყალებში ეს ხო ხა. მაგრამ იდეალურისკენ სწრაფოს რაჯობია. იკრეფსითი სახელია, ხო? ანუ კარგი ტიპი რა, ყველანაირად მასეთიო ამ ქალაქშიო დიმიტრიაო, ხო? გელოვანი. პატიოსანი და რეპუტაციულად მაღალი, კი. და პროფესიონალი მართალია, პრინციპში ქალაქს ჭირდება მეურნე კაცი, რომელიც კარგად მიხედავს ქალაქის პრობლემებს, ინფრასტრუქტურულ, სოციალურს და ასე შემდეგ. ნუ ნახოთ როგორ გადანაწილდება საერთოდ ოპოზიციის რა ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, გიჩი მიიღებს ახალგაზრდა თუ ნუ ახალსახეებს წარმოგვიდგენს როგორც თავად თქვა. ასევე ის აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები აშკარად ერთ-ერთში ივანიშვილის ინტერესებს ემთხვევა და მის პროექტია და რომ ხაზარაძე და გვარამია პატრიოტები, მათგან არ გამოვა ფულის კეთების ტექნოლოგიაზეა ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი გადასული შევაჯამე რაღაცნაირად. ეს ფაქტია, ხალხი რო ხედავს და თქვენიც თვითონ მათ ერთ ლიდერს ვკითხეთ კიდე ჩვენ ეთერში, რომ ფული საიდან და ფული არ თქვა წყარო. მეორე შემთხვევაშიც გეუბნებით რომ ხალხი ასეულობით მილიონ შეულობს ამ ქვეყანაში და თან ბიზნესს ებრძვიან იქ ბევრად ნაკლებს ხარჯავენ ვიდრე შეულობენ და ეფექტურად არ ებრძვიან პირიქით მაგალითად ლელომ რო იყიდა ტევ პირველი მის მერე საერთოდ მოკვდა გამოხატვის თავისუფლება ტევ პირველში რაც იმედს უქნა ხოცებმა იგივე უქნა ლელომ ტევ პირველს ამიტომ ესე რაღაც ხელში აღარ ეპატიჟებიან სხვადასხვა პოლიტიკურები კაცო ის არის ოფიციალურად პარტიის ორგანო ნუ მათი სარედაქციო პოლიტიკა მათი საკითხია და მადლობა რომ მობძანდით შევაფასეთ იაკო ხვიჩია თავის პირდაპირობით ცნობილი გირჩის დამფუძნებელი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში საინტერესო ანალიზით. მადლობა რომ სხვა შორის მაღალი რეიტინგი ქონდა, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე.